რესტორანი ქალთევზა. კახეთის გზატკეცილი, თბილისი. რესტორანი, სადაც გამოცდილ მეზღვაურებს ქალთევზები ხვდებიან. აქ არის გასახდელი და საპირფარეშო. ცალკე სივრცე არის გამოყოფილი. აქ გამწოვი გაუქმებულია, ეს გამწოვი არ მუშაობს, თუმცა ძალიან კარგი გამწოვია, კედლები კარგია, იატაკი კარგია, ჭერი მოწესრიგებულია, გამწოვი აშკარად გასაწმენდია, იმედია გაწმინდავენ, გასქურა გაწმენდილია, გასუფთავებულია და კარგი არის ზედაპირები, უჟანგავი ზედაპირები, ფანტასტიკურია. ნუ აქაც ძალიან კარგი იქნება თუ გადააკრავენ აუცილებლად უჟანგავს, იმიტომ რომ ეს არის პრინციპში არასწორი, იმიტომ რომ სათანადოდ ვერ სუფთავდება. ეს არის ბოსტნეულის და ხილის მაცივარი. ნუ რაც ძალიან არასწორია, ეს არის აი ობისოკოთიცად არის უკვე ნახეთ. ეს მწვანილია შენახული, მაგრამ ჯობია რომ დასველებულ, დანამებულ ქაღალდში იყოს, რომელიც ყოველი მის მერე ახალ პარტიის შემდეგ შეიცვლება და არავითარ შემთხვევაში აი დაობებულ პარკში არ უნდა იყოს. აი თქვენ მეუბნებით არ მუშაობთ და ეს ყველაფერი ჩვენთვისაა. თუ ამდენ ხილს თქვენი მეპატრონე ყიდულობს თქვენთვის, მაშინ მე ხელი ამიწევია. სასიამოვნო სიგრილე ხდება რესტორან ქალთევზაში. სივრცე არის, სუფთა იატაკი. დიდად ისეთი გამორჩეული ინტერიერი არ არის, მაგრამ არის სუფთა. მე ვხედავ, რომ ფარდები არის ნამდვილად სუფთა, არის სარკე. სადაც ქალებს გვიყვარს, თან გაპრანჭვა და თან საჭვენის მირთმევა. ნახეთ, სუფთა და ეს არის უკვე სასიამოვნო, აი რაღაც ესეთი კედელი აქვს, მეტლახის. ვერაფერს ვერ ვიტყვი, განსაკუთრებული დიზაინი ნამდვილად არ არის, არის ძალიან უბრალო. მხოლოდ ერთი რამ აკლია ამ დარბაზს, სტუმრები. მაგრამ მოდით გავიხედოთ გარე სივრცეში, აბა ვნახოთ იქნებ იქ არიან სტუმრები. ბაღია, ვენახი. აბა რა გითხრათ? რაღაც აქაც მანდამაინც ვერ ხედავთ დიდ სტუმრიანობას, თუმცა აი ეს რატოა აქ რაღაცა ისინია წყლის მილები, შლანგები და ასე შემდეგ, რაღაცა ინვენტარია ეტყობა, რაც რა თქმა უნდა არ ალამაზებს ამ გარემოს. ცოტა მოუწესრიგებელი ეზოა, პირდაპირ გეტყვით. აი ეს რაღაცა უცხო საგნები რატოდებს არ ვიცი, თუმცა ბროწეული. უფ როგორ გამოიყურება, ნახეთ რა ლამაზი ბროწეულია. ნამდვილად ლამაზი ბაღია, ვაშლი, ბროწეული და აგერ ყურძენიც. კახეთის გზატკეცილზე არის უამრავი კვების ობიექტი, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და აი აქ რატო ესეთი სიცარიელე ვერ გეტყვით. აქ გაჩერება ალბათ არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ნუ ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. და უფრო ალბათ მარკეტინგის საკითხია, რატო ჩერდება ზოგიერთ გზისპირა რესტორანში ძალიან ბევრი ადამიანი და ზოგში საერთოდ არ შემოდის. აი აქ აქვთ ჩაყინული პროდუქცია, მზა პროდუქტებიც და ასე შემდეგ და ამას შეხედეთ. აი მობძანდით, ნახეთ, აი რა პრეტენზიები მაქვს რო იცოთ. ეს ვალაგებია და ჩემი შვილი და ახამდე არ მოსულად უნდა გამოვხდო და ისა. კი, უნდა გამოვხდოთ და უნდა გაასუფთავოთ ყველაფერი. ეს თევზის მაცივარია, თუ თევზის მაცივარია, ცალკე უნდა იყოს და ხორცი არ უნდა იყოს. ეს თევზი როდინდელია? ალბათ 2 კვირა იქნება. 2 კვირა. 2 კვირა კი არა და ამის ვადა საერთოდ აი ეს არის რა ქვია, გაურკვეველი რამდენი ხნის. ეს რამდენი ხნისაა ხორცი? ეს არ ხმარობთ მაგას. თუ არ ხმარობთ, მაცივარში რატო ინახავთ? ეს ყველა თუ ერთდროულად არის, აი ეს და ეს შუაში იყო მოთავსებული, ერთ ხმარობთ, მეორეს ახმარობთ. კარგით გასაგებია. პურიც არის გადასაყრელია, კი ბატონო, ვიცი რომ პური ნარჩენებია. ეს არის ნარჩენები უკვე სუფრიდან აღებული, ალბათ ცხოველისთვის აგროვებთ. ან
პირუტყვისთვის და კი ბატონო არ არის პრობლემა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ პური ახალია და მეუბნებით სუფრიდან აღებულია და მეუბნებით არ მუშაობო. აი ობიექტი, რომელიც არ მუშაობს, ხორციც არის დაბესტურმებული, პამიდორიც არის, ყველაფერი აბსოლუტურად ნახეთ პროდუქტი არის ჩვეულებრივად. ქაფის მწვადია, ნახეთ. აი სითხე არ ვიცი რა სითხე ასხეა შეგნით. ყოველ შემთხვევაში ძალიან აი ცუდი ვიზუალი აქვს და აი ბოსტნეულზე და სუნია მაცივარში აუტანელი, გაფუჭებული მის სუნია, ბოსტნეულის სუნია, კულერები გასაწმენდია, ობიექტი ჩვეულებრივად მუშაობს, არ მუშაობს ვერანაირად ვერ დავიჯერებ და აი ნახეთ, აი ეს რა არის, იცით? აი ეს არის დამპალი პამიდორის წვენი, ნახეთ? ეს არის დამპალი პამიდორის წვენი. მოდით ახლა ძალიან სათუთად გადმოვასხამ. და აი შიგნით ნახეთ რა არის? აი შიგნით ნახეთ რა არის? შიგნით არის ბულიონი. ეს არის კერძებისთვის გასაკეთებლად შენახული ბულიონი. აი ეს არის ეს არის რეალობა სამწუხაროდ რა ხდება, როდესაც სათანადო კონტროლს არ ექვემდებარება ობიექტი. აი მივადექით ადგილას, სადაც მეფეები თავისი ფეხით მიდიან. ეს არის რა თქმა უნდა სველი წერტილი და მოდით დავათვალიეროთ, ესეთი თურქული ტიპის ტუალეტია, მაგრამ სუფთა უნდა გითხრათ. არის წყალი, არის თხევადი საპონი და აბა ვნახოთ თუ არის ხელსახოცი. ცარიელია, ხელსახოცი არ არის, ამიტომ ხელს ვერ გავიმშრალებთ. სულ ეს იყო კახეთის გზატკეცილი 195 რესტორანი ქალთევზა.